აი ღრმულებია გაკეთებული. ნახევარმოსავალ ესენი ჭამენ. სოფელ ჯიმითის მოსახლეობა სასოფლო სამეურნეო ნათესების 70% მინდვრის თაგვმა გაუნადგურა. არადა მათ კილოგრამ სათესლე ხორბალში $1 გადაიხადეს. მოსავლის მოსაყვანად კი ბანკიდან კრედიტი აიღეს. ლევან შიოშვილი მათ შორის ერთ-ერთია, ვინც ამის გამო ნაკვეთის დამუშავებას დღემდე ვერ ახერხებს. 2 ჰექტარი ნაკვეთი მაგენაცვალე. მოხნული და არავთო სამაგულთვი რომ მინდვრის თაგვია ბევრი ზან. მაგულთვი იქნება შევწამლოთ როგორმე რომ მებრე დავთისო. მას კი ვინც ამერიკული ჯაგერის ტიპის სათესლე ხორბალი უკვე დაცესა, ამოსული ყანისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. მინდვრის თაგვმა ამოსვლისთანავე ნახევარზე მეტი უკვე გაანადგურა. გლეხები დახმარებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს თხოვენ. ეს თესლი არის შემოტანილი $-ად შეფასებული არის და ეხლა ვდგევართ იმ მინდვრში, სადაც დათესილია უკვე და ამოსულიც არის. თქვენ თვითონ შეხედეთ და ნახეთ თქვენ თვალით როგორც არის გადაძოვილი. გლეხი რა მოსავალს მიიღებს თუ არ მივიღეთ პრევენციული ზომები, რომ რამენაირად ვებრძოლოთ. ეხლა უფრო უკეთესი იქნებოდა თუ შეწამლული ხორბლით ბიოლოგიური წამალი ჰქვია რა, რომელიც გაანადგურებს. ღნელები არიან ბევრი მომრავლდა, ამ ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა და აგერ თვითონაც ნახეთ, ალბათ გადათხრილია ყველაფერი. შეწამლა უნდა, რომ ხალხმა მოხნას დათესვოს და ნორმალური მოსავალი მიიღოს. თორე ნადგურდება და ეგ არის პრობლემა ძირითადად და ვერ ეთესამს და ვერ ეხნავს მოსახლეობა, რომ ეშინია, რომ არ გაუნადგუროს მოსავალი. ჯიმითელები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით წელს მინდვრში მღრღნელების მომრავლება უფრო შეინიშნება. ამიტომ ისინი ვეტერინარიის სამსახურს სპეციალური ბიოლოგიური ხსნარით დამუშავებას თხოვენ. ზარალი კი, როგორც ისინი ამბობენ, სერიოზულია. ადგილების მოხუნა გვინდა გვაწუხებს თაგვი არის ძალიან დიდ ძალი სხვა წლებთან შედარებით. წელს არის რაღაც აუარებელი თაგვი ნაკვეთებში. მოსახლეობას ხალხს გვინდა დავამუშავოთ ადგილები, ამ თანავ ფიქრობთ დავთესოთ, თესავთ ფაქტიურად თაგვებისთვის. წელს გვაზარალა თაგვმა სადღაც 70%-ზე მეტი. რაც დავთესეთ, თითქმის ის ვერ ავიღეთ. აი ესეა და თუ ვინმე ყურადღებას მოგვაქცევს, რა ვიცი, მაგაზე უკეთესი რა იქნება. სოფლის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის შესახებ შესაბამის სამსახურს უკვე აცნობა. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თქმით, სამინისტრო სპეციალური პრეპარატის შემოტანას უახლოეს მომავალში გეგმავს. სამინისტროდან ყველა საქმის კურსი არის თვითონ რაიონის ხელმძღვანელობა, აუცილებლად დავეხმარებთ გლეხობას ამ პირობებში. როცა მივიღებთ ზომებს, ალბათ აღმოვხვრით. სრულად არა, მაგრამ მაინც ნაწილობრივ მაინც შედეგი გვექნება. მღრღნელების მომრავლება მხოლოდ ჯიმითელებს როდი აწუხებთ. ბოლო დროს ეს პრობლემა მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში შეინიშნება. მოსახლეობა დახმარებას შესაბამის სამსახურებისგან დროულად ითხოვს. მონა ქადაგიშვილი, ბესიკ თასუელი, გურჯაანიდან სპეციალურად მრავალკუთხედისთვის.